აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დროებით დევნილმა 1000-მდე ოჯახმა სააღდგომო ნობათი მიიღო. დღესვე ლევან გალობლიშვილი სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და პარლამენტის წევრ დავით კოდუასთან ერთად ჯვარში ხანძრის შედეგად დაზარალებულ სოციალურად დაუცველ ჩაჩხალიების ოჯახს ესტუმრა. მოვინახულე ის ოჯახები, რომლებსაც ყველაზე მეტად ჭირდებათ მზრუნველობა და ჩვენი გვერდში დგომა. სააღდგომო ნობათს მიიღებენ მოწყვლადი ოჯახები, რომლებსაც ყველაზე მეტად ჭირდებათ ეს დახმარება და ამაზე მონიტორინგს აწარმოებენ ჩვენი მინისტრები. Ათვალიერად საყოფაცხოვრებო პირობები და რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ამ ადამიანებს. რაც კი სახელმწიფო პროგრამები იქნება, ამ ადამიანებისთვის იქნება გათვალისწინებული. დიდი მადლობელი ვართ ყველასი, ამ ხელა გზაზე მოვიდნენ, შეწუხდნენ ჩვენს გამო. პირველი დღიდან რაც უბედურება მოხდა ჩვენ სახლში, დედა და შვილი უყურადღებოდ არ დაგტოვა.